მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე, უკვე ტრადიციისამებრ, რა გელით ახლო მომავალში, რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში, 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ. ვარიანტი გვექნება 2 და ნახოთ აბა, რა გელით 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. რა ელის პირველ ვარიანტს, რა ელის მეორე ვარიანტს 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. დღეს ჩვენ ქვების მაგივრად გამოვიყენებთ გასაღებებს. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი გასაღები. მოდით აქ დავდებ და მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი გასაღები. აირჩიეთ, რომელი ვარიანტიც უფრო მეტად გიზიდავთ. აირჩიეთ. კარგად ჩანს. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ, რომელი გასაღები, რომელი ვარიანტიც უფრო გიზიდავთ. ასევე ველოდებით თქვენს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გირჩევნიათ გასაღებებით გავაკეთო ხოლმე თუ ქვებით. ვფიქრობ, ორივენაირად შემოგთავაზებთ ხოლმე, ნახეთ კიდევ რამდენიმე ლამაზი გასაღები შევიძინე სპეციალურად ამისთვის. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არ ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვინც ამოირჩია აი ეს გასაღები. და თქვენ რა გელოდებათ, აბა კვერთხების კი არა და ხმლების ცხრიანი. რა სიტყვი, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც მაინც და მაინც პოზიტიური არკანი არის მეთქი, თუმცა ამ არკანსაც აქვს თავისი რაღაც პოზიტიური ასპექტები. და პირველ რიგში შეხედეთ ამ არკანს რომ დავაკვირდეთ, ვფიქრობ ხედავთ, აქ არის გოგონა საკუთარ ოთახში, ჩაკეტილი, გამოკეტილი. და პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ალბათობით იქნება პროვოკაციები რაღაც ნეგატიურ ემოციებზე, გექნებათ ცოტა არ იყოს და აპათია, იმის სურვილი, რომ სახლში იყოთ გამოკეტილები, არსად არ გახვიდეთ, არაფერი არ აკეთოთ, თითქოს მოტივაციის ჩაშვება, იგრძნობა ამ არკანიდან გამომდინარე. თუმცა მე გეტყვით ახლა, როგორც უნდა გამოასწოროთ ეს ყველაფერი. ამ ერთი კვირის განმავლობაში მე ტყუილად არ ვახსენე, რომ ამ არკანზე არის გამოსახული გოგონა თავის ოთახში. აუცილებლად, შეძლების დაგვარად აუცილებლად გადით გარეთ და გაისეირეთ. არ აქვს მნიშვნელობა მარტო მეგობრებთან თუ ვისთან ერთად, აუცილებლად ცოტა მაინც გაიარ გამოიარეთ, ამოისუნთქეთ, ჩაყლაპეთ სუფთა ჰაერი, შეძლების დაგვარად, იმიტომ რომ ზუსტად ეს დაგეხმარება თქვენ იმაში, რომ თქვენი მოტივაცია აღადგინოთ, დაიჭიროთ ასე კლანჭებით, ბრჭყალებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატიური აზრი წამოვა თქვენს თავში, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ეს ნეგატიური აზრები არის საჭირო იმისათვის, რომ ისინი კარგად გადახარშოთ, კარგად გაანალიზოთ სიღრმისეულად საკუთარი თავი, საკუთარი შეგრძნებები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს, კიდევ 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. არკანი კვერთხების 3-იანი და არკანი ხმლების 2-იანი. იცით, მიუხედავად იმისა, რომ სტრესის კუთხით იქნება ბევრი პროვოკაცია, მაინც გეტყოდით იმას, რომ საბოლოო ჯამში თქვენი კვირა არ იქნება რაღაცნაირად ნეგატიური და რაღაც სიმძიმეებით შემკული, იმიტომ რომ ხანდახან ნეგატიური ემოციები და ნეგატიური ფიქრები აუცილებელია რომ გადავხარშოთ. ზოგადად, ნებისმიერი სახის ნეგატიური ემოცია არსაიდან და ასე უბრალოდ უმიზეზოდ არ ჩნდება. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ხო? ყოველთვის ყველაფერი კარგად და იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული გვჭირდება ჩვენ ის, რომ საკუთარ ემოციებში და გრძნობებში მეტად გავერკვეთ და ხშირად ჩვენი უარყოფითი ემოციები არის სიგნალი იმისა, რომ რაღაცას ჩვენ შესაძლოა სადღაც არასწორად ვაკეთებდეთ, ხო? მაგალითად, ავიღოთ ბრაზი. ბრაზს რატომ განიცდის ადამიანი თითქოს და ნეგატიური ემოცია არის, ხო? ბრაზს ადამიანი განიცდის ზუსტად იმის გამო, რომ მისი პირადი საზღვრები სადღაც დაირღვა.
ხვდებით ხომ? ყოველი უარყოფითი ემოცია რაღაცას გვასწავლის და აქ იქნება უფრო თქვენი უარყოფითი ემოციების განაწილება, ასე ვთქვათ, ასე თაროებზე ჩამოალაგებთ, რა საიდან გამომდინარე მაქვს, რატომ მაწუხებს და ასე შემდეგ. მაგრამ შეხედეთ, თქვენ დგებით ცხოვრების რაღაც სრულიად ახალ გზაზე. თქვენს რეალობაში იწყება ახალი ეპიზოდი, ახალი რეალობა და შეხედეთ, აქ იქნება აუცილებლად ახალი მიზნების დასახვა. ვერ ვიტყოდი ნამდვილად, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად ყველა თქვენს მიზანს მიაღწევთ მეთქი, ხო, ზედმეტად ხმამაღალი განცხადება იქნება, მაგრამ აქ იქნება ასეთი დალაგება, ჩამოლაგება თქვენი აზრების, თქვენი ემოციების და თქვენი მიზნების. ამიტომაც საბოლოო ჯამში კი ბატონო ცოტა ნეგატიური ემოციები ფიგურირებს, მაგრამ საკმაოდ კარგი კვირა გელოდებათ ტრანსფორმაციებით ახსოვსე და არ დაგავიწყდეთ გარეთ გასვლა, სეირნობა, ნებისმიერი ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ გაშლას და გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. ნახოთ თქვენ რა გელოდებათ და პენტაკლების რაინდი. პირველ რიგში მეორე ვარიანტი მე თქვენ აქ გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ დიდი შანსია თქვენთვის მოულოდნელად მიიღოთ კონკრეტული ადამიანისგან რაღაც საჩუქარი ან რაღაც უცაბედი მოულოდნელი ყურადღება. ასევე თუ თქვენ გაქვთ ისეთი სამუშაო, სადაც ხარ დამოკიდებული კლიენტებზე დაუშვოთ, ხო, შესაძლოა ვიღაცას თავისი ან სალონი ჰქონდეს, ან თავისი ბიზნესი, ან რაღაც მსგავსი. აქ მე თქვენ გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ პოზიტიური კვირა გელოდებათ ფინანსების კუთხით, ასევე მათთვის, ვისაც სურს დაწინაურება, სამსახურის შეცვლა და ასე შემდეგ, თქვენთვისაც საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი კვირა იქნება, არავითარ შემთხვევაში არ გამაზოთ, მოდი ჯარგონს გამოვიყენებ ეს შანსები, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ეს შანსები ძალიან მძლავრად ფიგურირებს და ასევე მე უკვე ზემოთ ვახსენე, რომ აქ დიდი შანსია თქვენთვის მოულოდნელად მიიღოთ რაღაც უცაბედი ყურადღება, რაღაც უცაბედი საჩუქარი კონკრეტული ადამიანისა თუ ადამიანებისგან, ხო? ასევე პენტაკლების რაინდი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თითქოს თქვენც უფრო მეტად მოტივირებული იქნებით შრომაზე. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ რა ელის მეორე ვარიანტს 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. ნახოთ აბა. არკანი თასების ხუთიანი, პენტაკლების 8-იანი და არკანის სიკვდილი ამოვიდა ჩვენთან. არ შეგაშინოთ ამ სახელმა, არ შეგაშინოთ არკანმა სიკვდილმა. პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ აქ თქვენ რაღაც ემოციური კრიზისიდან შეძლებთ რომ გამოხვიდეთ, თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გელოდებათ უფრო მეტად რაღაც შრომა, მუშაობა, ვიღაცისთვის ეს რეზონირდება ისე როგორც მუშაობა საკუთარ თავზე, მუშაობა მაგალითად საკუთარი რაღაც გრძნობების, ემოციების დამუშავება, ხო? მაგრამ უმეტესობასთან აქ რეზონირდება ისე როგორც მუშაობა უშუალოდ სამსახურეობრივი ასპექტით. ამიტომაც თუ თქვენ მაგალითად ახლა უმუშევარი ხართ და ეძებთ სამსახურს, ძალიან დიდი შანსია ამ ერთი კვირის განმავლობაში დაგეწყოთ ან ტრენინგები, ან სამუშაო, ან რაღაც მსგავსი, ხოლო ვინც კლიენტებზე ხართ დამოკიდებული, ან რაღაც მსგავსი სიტუაციები გაქვთ, აქ გეტყოდით იმას, რომ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი დრო იქნება, საკმაოდ მძლავრად წამოვა და ინტენსიურად თქვენკენ კლიენტურა, აუდიტორია, ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ამ მუშაობით თქვენ დატკბობასაც შეძლებთ და გარდა ამისა, ეს მუშაობა იქნება ძალიან ნაყოფიერი. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. ნახვამდის და